ანუ წარმოიდგინეთ ადამიანს უხარია და რო უხარია ტირის. აი ესეთი ანუ ისეთი ჩვენ მადლიერების თემაზე გვაქვს ნათქვამი, რომ ყველაზე მაღალი დონე მადლიერების ის არის, როდესაც აღარ ეტევაო გულში ღვთისადმი მადლიერება, ღვთისადმი სიყვარული და გული რო არ გასკდესო, მოკლედ სრემლების სახით გადმოდისო, რომ აი სისავსეს ასე გრძნობს და დაახლოებით ასეთი თემაა. მე ახლა კონკრეტულად იმ ადგილს აგიკითხავ, სადაც პატრიარქი თავის ეპისტოლეში ამ სიტყვას ხმარობს, რათა უფრო კარგად მივხვდეთ ისი თემა როგორ დავაყენოთ და მე ჩვენს გავიაზროთ. ნახეთ, სადაც არ არის ჭეშმარიტი სარწმუნოება და სიყვარული, იქ არც ღმერთია. სიყვარული მადლია ღვთისა და იგი მიეცემა მას, ვინც ღირსია მისი. ჩვენ არ შეგვიძლია განსვაზღვროთ რა არის სიყვარული. ისევე როგორც არ შეგვიძლია განსვაზღვროთ რა არის არსი ღვთისა. ერთი კია, იმისათვის რომ აღორძინდეს სიყვარული, აუცილებელია სულ მცირე ორთა კავშირი მაინც, რადგან როცა ერთი გასცემს ამ გრძნობას, მეორემ უნდა მიიღოს იგი და თვითონაც აღივსოს საპასუხო განცდით. მე აქ მახსენდება ოთარ ანთქვრივში ილია ჭავჭავაძეს უწერია, რომ იმისათვის რომ სიყვარული შედგეს, ორი გულია საჭირო. ერთი გამცემი სიყვარულისა, მეორე მიმღების სიყვარულისაო. სიყვარულის სხვისთვის ცხოვრება, აი ახლა ეს არის ჩემი აზრით ყველაზე მთავარი ფრაზა. სიყვარულის სხვისთვის ცხოვრება, იგი მზადყოფნა მოყვასისადმი, არა მარტო თანადგომის, არამედ თავგანწირვისათვისაც. რაც უფრო ახლოს ხარ ღმერთთან, მით უფრო მეტად გრძნობ, რომ სინამდვილეში არ არაობა ხარ. ჭეშმარიტი და ღრმა სინანული არ გულისხმობს უიმედო გლოვას და სასოწარკვეთას. აი ვაი ვიში და რაღაც. რადგან ამ დროს ხდება მთელი სისავსით გაცნობიერება თაებრივი სიყვარულისა და რა თქმა უნდა საკუთარი უძლურებისა. ამ მდგომარეობას ტირალ სიხარულსაც უწოდებენ. მას მართლაც მოაქვს სიხარული, ნუგეში და მშვიდობა სულისა, თანაც ისეთი, რომელსაც ამ ქვეყნიური ვერანაირი ნეტარება ვერ შეედრება. ღმერთის სასუფეველი საჭმელ-სასმელი კი არ არის, ანუ მიწიერი კეთილდღეობა, არამედ სიმართლე, მშვიდობა და სიხარული სულითა წმინდითა. საუკუნეთა მანძილზე საქართველო გადაარჩინა მოყვასის, ღვთისა და მამულისადმი თავდადებულმა ქრისტიანულმა სიყვარულმა, რისი მაგალითიც აურაცხელია ჩვენი ისტორიაში. ღმერთო ძლიერო, გევედრები, გული განგვისპეტაკე, რათა ვიყოთ ჭეშმარიტი მსახურნი მოყვასისა, მამულისა და ღვთისაო. აი ესეთი სიტყვებია უწმინდესის. ესე იგი, ჩემო ძვირფასებო, აი წარმოიდგინეთ, მე ახლა გამახსენდა იოსების სიხასტი ერთ-ერთ ბერ დანიელზე რას ყვება. როგორ წირავდაო. ესე იგი, როდესაცო ასამაღლებლების ჯერი დადგებოდაო წირვაზე, სიტყვების წარმოთქმა არ შეეძლო და იწყებდა ტირილსო. ესე იგი, ისეთი სიყვარულით შეიგრძნობდა ღმერთის ტრფიალებას და სიტკბოებას, რომ ცრემლად იღურებოდა და არ შეეძლო ასამაღლებელი სიტყვების თქმა. ხო და იოსების სიხასტი ამბობდა, რომ მე ერთხელ შევსწრებივარო და იმის ტირილზეო სულ ყველა ვტიროდით, იმ წირვაზე ვიდექითო. და თუ უნდა გაგრძელებულიყო 2-3 საათიო, წირვა გრძელდებოდა 5-6 საათი. და რომ თავდებოდაო წირვა, საკურთხეველშიო გუბეები იდგაო ცრემლების. აი და ხო და თვითონ ამბობს, რომ მე ასეთი სიყვარული ქრისტეს მიმართ, ასეთი სიყვარულით აღსრულებული წირო პირველად ვნახეო. ხო და ესე იგი, ამით რას ამბობს, რომ
ალბათო ასეთი სიყვარულით დღეს ვეღარ არ ვიციო ყოველთვის იმის შემდეგო იოსების სიხასტე ამბობს მე აღარ მინახავს ასეთი წირვა ანუ აქ რაზეა ლაპარაკი ჩემო ძვირფასებო აქ დაახლოებით ლაპარაკია როდესაც პეტრე ნავში არის თუ გახსოვთ ასეთი მომენტია თევზაობენ და მოკლედ თევზი არ მოდის ერთხელ სადეს არ მოდის ორჯერ სადეს არ მოდის და უკვე იმდენჯერ სადეს რომ ფაქტობრივად იმედი დაკარგეს რომ თევზი მოვა ხო და მოულოდნელად პეტრეს უკვე მოციქულები როგორ არიან იცი უკვე ზოგი ნაპირზეა ზოგი სად არის ზოგი სად არის რა ესე იგი ცდილობას კი დაკარგეს უკვე რა გამთენის პირაა და ამ დროს პეტრეს ნავში ვინმე ეკითხება რომ აბა გადააგდეო კიდე ერთხელ ვადეო და პეტრე ეუბნება რომ რამდენჯერ ცადეო უფალო და ესე მან არ იცის ვინ ეკითხება რამდენჯერ ცადეო და არ მოყვებაო რა დღესო არაფერი მაგრამ რახანაც მითხარითო კიდევ ერთხელ სინჯაო და მორჩილებით გადააგდებს ბადეს თქვენ ეს იცით მოკლედ იმდენი თევზი მოყვა არასდროს რო არ ყოფილა ბადე დასკდაო და თევზი ასე ცვიოდაო ხო და ახლა პეტრემ გაიაზრა მოიცა კაცო როგორ ახლა 100-ჯერო ცდი და ერთი თევზიც არ ამოვა და ახლა ვიღაცა რო გეტყვის აბა გადააგდე ერთხელ ჩემი ხათრით და 1000 თევზი რო ამოვა და 10000 ესე იგი დაფიქრდა მოიცა ვინ არისო ესო კახედა და უფალი ჩვენი იესო ქრისტე და განა ქრისტე არ ენახა განა ის გაუკვირდა სასწაული რა მკვდარი გააცოცხლა ლაზარე მაგალითად მეტი სასწაული მაგრამ აქ ყველაზე მთავარი რა მოხდა პეტრემ თავისი სიმდაბლე დაინახა მოულოდნელად ღმერთის წინაშე რა არარაობას წარმოადგენდა და ამ თავის სიმდაბლეში მყოფმა ღმერთი დაინახა უკიდურესი სიდიადით და ესეთ სიტყვებს ეუბნება წადი უფალო აღარ თევზი უნდა რაღაც უნდა თევზი და რაღაცა ღმერთი შეეხო გულზე სულზე აავსო სიყვარულით და ეუბნება რომ ჩვენ ვეუბნებით მოდი უფალო მოულოდნელად პეტრე აი ეუბნება წადი უფალო ჩემგან წადიო მეო ცოდვილი კაცი ვარო მე ამ სიყვარულს ვერ გაუძლებ ჩემი გული ვერ აიტანსო ალბათ ეს არის მტირალი სიხარული როდესაც აი სიყვარულით აივსები თავიდან ბოლომდე ადგილს ვეღარ პოულობ და ცრემლად გადმოდის დადუმდები ვერაფერს ვეღარ ამბობ აი დაახლოებით ასეთ განცდაზეა ლაპარაკი ხო და აი ვინდა პორფირი კავსო კალიველი საფრთხო ტრფიალების შესახებ ასეთ ფრაზას წერს ვისაც მცირედ უყვარს მცირედს გასცემს ვისაც უფრო მეტად უყვარს უფრო მეც გასცემს და ვისაც ძლიერ უყვარს რაც შეუძლია გასცეს ამისი ტოლფასი ანუ რა უნდა გასცესო ვისაც ძლიერ გასცემს საკუთარ თაოსო აი ეს არის ალბათ უმაღლესი ფორმა სიყვარულისა როცა ესე იგი შენ შეგიძლია მთელი შენი თავი და შენი არსება და შენი პიროვნება გასცე და ალბათ აი ესეთ სიყვარულზეა კაცობრიობა და ალბათ ეს არის ის სიყვარული რომელიც ჩვენ აღვამაღლებს რომელიც ჩვენ სასუფეველამდე მიგვიყვანს ერთი ასეთი ძალიან აი ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ამბავია პატრიარქის მოგონებებიდან და მოდი ამასაც მოგიყვებით არ წავიკითხავ მოკლედ პატრიარქს ასეთი მოგონება უწერია რომ ჩვენი უსაყვარლესი მღვდელმთავარი ბასილი დიდი ასეთი წესი ქონია რომ თავის მოძღვრებს მიაკითხავდა ხოლმე სახში და გამოკითხავდა აბა როგორ ცხოვრობს მოიკითხავთ მოვალეც არის ეპისკოპოსმა რომ იზრუნოს თავის მოძღვრებს ხო და მოკლედ ერთ-ერთ მოძღვრს ეწვია შინი აბა როგორ ცხოვრობ ახლა რა თქმა უნდა დახვდნენ უთხრეს ეს არაფერი ორი ხარი მყავსო ერთზე მევებმებიო ერთზე აი მუშა მყავსო რაღაცა და ზოგსო შესაძლოა ვიღებთ რომ სულ უკათ არაფერი ისეთი აი წნარად სიყვარულით დაულაგა ბევრი არაფერი ხო და 8 წლიდან რამე არ ამახსო ხო აი ისეო საფრთხო საქმეც ვერაფერს ვასრულებ
ხო და მოკლედ რა თქმა უნდა ეპისკოპოსი დაათვალიერა ყველაფერი და ერთ-ერთ ოთახთან შეამჩნია რომ იქ არც არაფერი უთხრა აქ რა მაქო და კარის დაკეტილიო ხო და რა გამორჩებოდა ახლა ბასილი დიდის და ამ ოთახში რა გაქვს არო მანდო არაფერიო რა და აქეთ წამობძანითო უთხრა არა იქ რა გაქვს იმ ოთახშიო და არაფერიო მოკლედ იქო რაღაცა შრომის იარაღებს ვინახაო და მიყრილიაო და ვერ გავხსნიო რა უთხრა გამიღე კარებიო უთხრა მიხვდა რომ რაღაცა საიდუმლოს უთევდა ამ ოთახში რაღაც იზავდა ახლა კურთხელას დაიმორჩილა შეხსნა კარი ბასილი დიდმა და რას ხედავს კეთროვანი წევს აი როგორი კეთროვანი იცი მომაკვდავი საერთოდ რომ შეხედავ ესე იგი აუტანელი დასანახია ხო და აღმოაჩინა თურმე წამოუყვანია სახში და უვლის ამას წარმოიდგინეთ ხალხო მომაკვდავი აი ეგ საავადმყოფოში თუ არავინ დააწვენს რა ხო და დაიმორჩხვა ახლა რა თქმა უნდა ამან რომ ეს საიდუმლოდ აკეთებდა რა სიკეთეს და მოკლედ მე უთხრა რომ რად დამიმალე ეს ამ საუნჯეს რატომ იმალაო ეპისკოპოსმა უთხრა და ეს კაცი ნერვიულიაო უპასუხა არ მინდოდა მეჩვენებინა ვშიშობდი დაუფიქრებელი სიტყვით არ შეურაცხო თქვენი სიწმინდეო ამიტომ მღვდელმთავარმა სთხოვა ანასტასის ნება დაერთო ერთი ღამე მაინც მოუსახურებოდა კეთროვანსო შენ ამხელა ღვაწლი გაქო ამდენ სულიო და ნება დამრთეო რომ ერთი ღამე მე გავუთენებ აუ ჯერ როგორ გეკადრებათ მე უკვე და რა არა უთხო რა და რაღაც იზავდა ახლა ეპისკოპოსის კურთხევა მოკლედ ასე მთავრდება ეს ამბავი დარჩაო თელი ღამე ილოცაო მასთან ერთად და დილით განკურნებული ორივენი ერთად გამოვიდნენ აი ესეთი აი როგორ უნდა გწამდეს როგორ უნდა გვიყვარდეს და როგორ უნდა ვემსახუროთ მოყვასო აი ესეთი საოცარი ამბავი და მე ამის თავზე ვაჟა-ფშაველას ლექსი მინდა წაგიკითხოთ ერთ-ერთი ჩემი საყვარელი ლექსია მე რომ ტირილი მეწადოს თქვენ ვინ რა გინდათ ნეტარა ერთი იცინის სხვა ტირის ესეთი არის ქვეყანა ვისაც არ მოგწონთ ტირილი ის ნუ დასჯდებით ჩემთანა პირალის ვირის პატრონი ფეხს როგორ გავსწვენ თქვენთანა მაგრამ გაიგებთ ერთხელაც ვინ ახლოს დგავათ ღმერთთანაო აი ახლა ფაქტობრივად ვაჟა-ფშაველამ პოეტურად ეს წუთში ჩატია მთელი მოხელა დიდი ტევადი თემა და თან ნახეთ რას იძახის რომ ვისაც ეს არ მოგწონთო ჩემთან საქმე არა გაქვთო რა ესე იგი ფაქტობრივად აი ვაჟა-ფშაველას ამ ლექსს შეგვიძლია უწოდოთ მტირალი სიხარული აი შეიძლება ახსება ესაც და ბოლოს კიდევ ერთი ამბავი და მე უნდა გადმოგაბაროთ იმიტომ რომ უნდა მოვემზადო ღამის თემისთვის შემინდა ჩემო თვითფასებო ეს ძალიან ცნობილი ამბავია მაგრამ კარგად მოსასმენი და ძალიან ისეთ სიყვარულით გამთბარი ერთი ჭიქარ ძე ერთ დღეს ღარიბმა ბიჭმა რომელიც კარიდან კარზე ყიდდა საქონელს რათა გადაეხადა სასკოლო სწავლის საფასური აღმოაჩინა რომ ჰქონდა მხოლოდ 10 ცენტიანი ანუ 10 თეთრიანი ჩვენებურად რო წარმოვიდგინოთ მაშინ როდესაც ძალიან შიოდა მან გადაწყვიტა მეზობლისთვის ეთხოვა მცირე ულუფა მაგრამ სულიად შეეცვალა გეგმები როდესაც კარები მომხიბლავმა ახალგაზრდა გოგონამ გააყო ბიჭმა საჭმლის მაგივრად ერთი ჭიქა წყალი ითხოვა მასპინძელი მიხვდა რომ ბიჭ შიოდა და დიდი ჭიქით რძე გამოუტანა ხმაწვილის სვამდა ნელა როდესაც მორჩა მან იკითხა თუ რამდენი ჰქონდა მას ვალი გოგონამ კი უთხრა შენ არ გაქვს ვალი დედაჩემი მუდამ მასწავლიდა რომ სიკეთისთვის გასამსჯელო არ უნდა მოვითხოვოთ მაშინ მიიღე ჩემი გულწრფელი მადლობა უპასუხა ბიჭმა მისი სახელი იყო ჰოვარდ კელი რამდენიმე წლის შემდეგ ეს გოგონა გახდა ავად ადგილობრივმა ექიმებმა ვერ შეძლეს მისი დახმარება გოგონა დედაქალაქში გადაიყვანეს რადგან
პროფესიონალებს შეესწავლათ მისი მდგომარეობა. ექიმი ჰოვარდ კელი გამოიძახეს პაციენტთან კონსულტაციაზე. როდესაც ექიმმა ახალგაზრდა გოგონა საცხოვრებელი ადგილი გაიგო, უცნაურმა ნაპერწკალმა გაუელვა თვალში. ამის მერე ბრძანა რომ გაეკეთებინათ ყველაფერი, რათა გადაერჩინათ გოგონა. იმ დღის მერე პაციენტს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა ექიმისგან. დიდი ხნის ბრძოლის შემდეგ ექიმმა მოახერხა განეკურნა სრულად ქალიშვილი. მან პაციენტისთვის გასაგზავნ ჩეკს დაბლა რაღაც მიაწერა. ახალგაზრდა ქალმა ხელის კანკალით გახსნა ფურცელი, რადგან ეგონა მთელი თავისი ცხოვრება დასჭირდებოდა სამკურნალო ფულის გადახდას. თუმცა მისი მზერა მიიპყრო ჩეკის ქვემოთ დაწერილმა წერილმა. მთელი საფასური გადახდილია ერთი ჩიქარძით. ქალს თვალებიდან ცრემლი წამოუვიდა და ხმამაღლა წარმოთქვა: მადლობა უფალო, რადგან შენი სიყვარული აფრქვევია ადამიანის გულსა და ხელებსო. აი ესეთი პატარა თბილი ნაპერწკლები გამოგიგზავნეთ ჩემო ძვირფასებო და მე დარწმუნებული ვარ, რომ აქ სულ ჩვენ ეკლესიის წიაღში არსებული ადამიანები ვართ და ყველას გამოუცდია ეს საღვთო მღელვარება და ეს სიხარულის ცრემლი და მეც გამომიცდია, რა თქმა უნდა, და არაერთხელ მადლობა ღმერთს და არაერთი ადამიანისგან და ჩვენი ცხოვრება თუ დავაკვირდებით ასეთი, აი ღმერთი ყველა წვრილმანშია, ყველაფერს ჩვენ სასიკეთოდ ქმნის და სულ გვეფერება და სულ გვავსებს გამოუთქმელი სითბოთი და მე მინდა რომ ეხლა მამა ზაქარიას გადავცე ასე თქვათ სიტყვა და თქვენც რომ გაიხსენოთ ასეთი სიხარული და მე დავამონტაჟებ, უყურებ ამას ყველაფერს, ეხლა მოვემზადები ჩვენთან ღამისთევა, ჩვენი ხო ღვთისმშობლის ტაძარია და ჩვენ მოძღვარს ძალიან უყვარს ღამისთევები და ღვთისმშობლის 4-ვე დღესასწაულს ჩვენ ღამისთევით ხვდებით ხოლმე და თან 10-ზე იწყება და ეხლა ლოცვებს დავიწყებ მე და მე დავამონტაჟებ და მოგეფერებით ყველას. აბა მამა ზაქარია გთხოვთ და მოკლედ ყველანი ჩართულები იყავით, გთხოვთ და ნინო მოკლედ ლექსო მეც გამისთევა მაქვს, მალე უნდა გავიდეთ. ენაცალეთ მამა. და ის თამარ-დედას წინა სარდ თქვენ ერთმანეთში ისაუბრეთ, მოკლედ მრავალს დაესარით, ჯანმრთელობა მშვიდობას გისურვებთ და რა ვიცი, ღმერთმა ინებოს რომ სამშობლო ცოდნეობის პედაგოგები, ბავშვები და ყველა მრავალს დაესწროთ ამ დღესასწაულს და გააზრებულად და რა ვიცი, შეგეციოთ ღმერთი. მოკლედ მეც გავალ ახლა და ლექსოც და თქვენ ისაუბრეთ. აბა გაიხარეთ, დიდი მადლობა. თქვენ გილოცავთ ყველას მრავალს დაესწარით. დედა ღვთისა გფარავდეთ და ლოცულები იყავით უფლისგანაც და დედა ღვთისმშობელისგანაც ყველა. მიყვარხართ ძალიან. ერთი ამბავი ლექსობა სწავლობ შეიძლება ერთი. კი, ვისაუბრო. გივი სანამ გავალ ერთ ამბავს მოვყვები, ახლა მამა ელგუჯა შემხვდა და იმას მოუყევი და წამოვივიდა ცრემლი და ახლა მინდა რომ მოვყვე, მოკლედ ესე იგი მოვდივარ სახში რა. ეს ტვირთი მაქვს საჭმელებით, ჩემ აღმართზე ამოვდივარ, დიდი ხანი არ არის გასული, ალბათ იქნება 1, 2, 4 თვე, 5 თვე. ხო და ერთი მამაკაცი, ხო, ტაქსი ჩერდება. ჩემი სახლი უკვე ჩანს აღმართზე რა. ეს ტაქსი გაჩერდა და ტაქსი ზოგადად არ მიყვარს და თან ჩემი სახლი გამოჩნდა რაღაც მინდა ტაქსი. გადმოვიდა მძღოლი, და დიდი ბოდიშითო მეუბნება და თუ შეიძლებაო მიგატანინებ სახლამდე. აშკარად არ იცი ჩემი სახლი თორე სახლი გამოჩნდა, ხო გეუბნები თუ? ისეთი სითბოთი და ჩამომართვა ეს ორი ტვირთი და მეც მორჩილად მივეცი რა. გახსნა ესენი დააბარგა, გამიხსნა კარები, დავბრძანდი და სანამ სახლამდე ავედი, რას მიყვება? ერთო მასწავლებელი. მოკლედო,
თქვენმე მასწავლიდითო დაახლოებით 25-27 წლის წინ, მითხრ აღარ მახსოვს, აი და აქაო 22 სკოლაში რუსთავშიო, მე ვიყავი ძალიან ცელქი ბიჭიო, ხო და თქვენ სულ ღმერთზე და სულ სიკეთეზე და სიყვარულზე გვესაუბრებოდითო და მე არ გისმენდით რა თქმა უნდაო რა, არ მაინტერესებდაო. მე ცხოვრება ისე წავიდაო, რომ თქვენ მაინც შენიშვნა არ მოგიცია თუ აგრძელებდით ჩვეულებრივად თქვენ ამბავ და გვეფერებოდითო რა შეგეძლოთ. ისე წავიდა ოჯახი შექმნილი რაღაც ამერიაო, ყველაფერიო, ოჯახიც დამენგრაო და ციხეში მოვხდიო. და ციხეში ერთი პერიოდი ისე გამიჭირდაო, რომ ყველა და ყველაფრის იმედი დავკარგეო, ყველაფრის სიყვარული დავკარგეო და თვითმკვლელობაზე ვფიქრობო, არაფერი ინტერესი აღარ არისო რა. აი რითი მოვიკლა თავი მარტო იმას ვფიქრობო და მუცბათო აი ესე ხომ თან საკანში მარტო ვარო რა, რაღაცები ვიჩხუბე იქაცო და მარტო გამომკეტესო საშინად მდგომარეობაშიო და უცბათო, აი არ ვიცი საიდან, აი ესე გადამოდექითო ჩემს თავთანო და იმ გაკვეთილს მიხსნითო, რაც ანუ გამომიტივტივდაო რა. და ეს სიტყვები წინადადებებად მესმისო. რომ აი, როცა ყველაზე ძალიან გაგიჭირდება გული შენი გულის კარების წინ დგა ქრისტე, ეხლა ესენი კი არ მოუყოლია, მაგრამ წარმოვიდგინე რა. ხო და ლექსო მოასვას, არ მიმატოოთო, გეხვეწებითო, არ მიმატოოთო, არავინ აღარ მყავსო, გემგუდარებითო. ხო და რავი, რაღაცა გაკვეთილი ჩამიტარე თუ გავტოვი გაკვეთილიო და ესეო. ეხლა ისევ დილით ველოდები იმას. ისევ ის დრო მოვიდაო, ისევ გადმოდექითო და ასე მიხსნიდით ყოველთვისო. ანუ ეთყობა ფესვები უცოცხლდებოდა ის ძველი რა. უცოცხლდებოდა და ცოტა ხანშიო წამოდექიო, მერეო დავდექიო, მონერ ლოშვა დავიწყეო, ღმერთო არ მიმატო, ღმერთო რაღაცაო და მოკლედ მერეო მგდელიც მოვითხოვეო, ახსარება ჩამოვაბარეო, მოკლედ ციხედან გამოვედიო, ოჯახით მოაგვარე ყველაფერიო, შევრიგდიო მეუღლესთანო და ეხლაო ტაქსაობო რა, რომ აღარ მინდაო, აღარც ვეწევიო, ყველაფერს თავი დავანებეო და დღეს დილითო ღმერთს ვთხოვეო, რომ ერთი ის კაციო მე ვინც გადამარჩინა, ჩემი მასწავლებელი, სადმე შემახვედრეო, რომ მადლობა მაინც გადაუხადო ამ კაცო და ეხლა თქვენ რო დაგინახეთო და ტირის ჩამოსდის ღაპაღუყით სრემლები. რო დაგინახეთო ღმერთმა ესეც კი შემისრულაო. და ეს სრემლები ხო ჩამოდი შენ გენაცვალე, გადავეხვიე, მე დავკოცნე და როგორც ეს წავიდა, მეც ამივარდა ტირილი და მეც აი სრემლებით გემშვიდობებით აბა მივხედავ ეხლა და გივი მასწავლებელო, ამა თქვენიცით ტირალი თამარდე და შემოიყვანეთ, მაგან მაგარი ამბები იცის. გატირებთ კარგად. ლექსო მასწავლებელი ერთი შეიძლება სანამ გახვალთ. აბა მიდი. იცით რომ მცხეთის მეორე სკოლიდან არის ნინი მეზრიშვილი, ჩვენი მასწავლებელი. ხო და სამსახურებრივად ძალიან დატვირთული არის და სკოლის დირექტორმა ნანა ბოხუა სხვა მასწავლებლის კანდიდატურა მოგცა ნინო ანესიანის. ხო და აქ უნდა შემოსულიყო ნინო იქ სადღაცაც ნინო აწერია და არ ვიცი ის არის თუ არა. ერთ სიტყვით ძალიან კარგი პედაგოგი არის და შემოგვიერთდება და მცხეთის მეორე სკოლაში ჩვენი წარმომადგენელი იქნება. და ერთ დღისით მცხეთის მეორე სკოლას უნდა ვესტუმროთ აუცილებლად. ნინო რომ აწერია, ვინ არის ის? ეხლა აი ჩვენთან ჩართვაზე. ეს ნინო ანსიანია ჩვენი. ნინო ანსიანია. ანესიანია, ნინო ანესიანია. ანსიანი არ არის, ეს არის ნინო ანესიანი, მე ვიზეც ლაპარაკობ. აი ჩართვაზე არის, აქ არის. ნინო თუ შეიძლება ის არის, რა ქვია. დიახ, მოგესალმებით, საღამოშტობის. ხო, ნინო წარადგინე შენი თავი, ვინც ხარ და რა პოზიციაც გიკავიათ მცხეთის მეორე სკოლაში და მაპატიეთ, ხმას ვერ ვთავდი უბრალოდ შემოგიერთდით ჩართვის დასაწყისშივე, მოგესალმებით, მოხარული ვარ, პირველად ვესწრები ამ შეხვედრას, ჩემი კოლეგა იყო წარმომადგენელი და დღეს ქალბატონმა ნანამ ინაცვლებინა გახლავთ სიმბლური საჯარო სკოლიდან. და ნინო იქნება წარმომადგენელი ლექსო მასწავლებელო, შემდეგ
აუხსნით შემდეგ მას მე თვითონ გავესაუბრებით ერთი დღე მცხეთის მეორე სკოლაში უნდა ვეწვიოთ. კი ბატონო, ძალიან კარგი გვიხარია და მიდება უფალს გენაცვალეთ. როგორი მსგავსება რა, ნინო ანესიანი და ნინო ანსიანი, არა? ზუსტად. თამარ დედა, სად ახარ ახლა? მოგვიყევი შენ, კაი ამბები იცი შენ. მადლობა ნინო. პირალა თამარ დედა შენ ახარ და. მადლობა თქვენ. მიხედე ახლა საქმეს. მე აბა წავედი დაგემშვიდობეთ და გენაცვალეთ. მიყვარხართ და ღმერთმა აი სიხარულის ცრემლები მოგგვაროთ, 10 და მარადის. 64 ცრემლები, ბედნიერების, მადლიერების, სიხარულის, აღსების. აჰა, თამარ დედა ვერა. აბა ეთო მასწავლებელო. ნანა მასწავლებელო, გთხოვთ, ქალბატონო რუსუდან, კოტე მასწავლებელო. მე ჩაწერის დავამონტაჟებ, მერე და იქიდან მოგეფერებით. უნდა წავიდეთ, რა ვეღარ მოვასწრებ. აბა გემშვიდ. ნინო ჯამბაზიშვილი, ცრემლების დედოფალო, მოდი. მოდი მოგვიყევი ერთი კაფცია უსვატირებ ხოლმე ერთი რა ხდება ხოლმე, რატო კირია. დიდი აბა დაიწყეთ და გემშვიდობებით მე დავამონტაჟებ მერე ბედნიერად. აბა დროებით. აბა ნინო შენი ციმციმა თვალებით ცოტა წამოიტირე. მოგესალმებით ყველას, სიყვარულით სამწუხაროდ კამერას ვერ ჩავთავ და ნინოს გადავაბარებ მართლაც ჩემს მაგივრად. მე რა გავაკეთე? მე რა გიხარი, ახლა რო აღარ ვიყო შენ უნდა გააგრძელო ჩემი საქმე თქო. ნინო, დავა ნახოთ ჯერ სიცოცხლეშივე როგორ შეასრულებ ამ დავალებას. გონი ნინო უკვე ტირის. მაშინ ბოლო გქონდა გასაკვეთი ისე რუსთავში და წინა შეხვედრაზე კი გითხარით რომ ბავშვებს ესეთ რამე შევთავაზეთ რომ კვირას ერთად ზიარებულიყავით და მოვიდნენ ტაძარში და ისე ბედნიერები ვიყავით ან თვითონ ბავშვები რო დაგვხვდნენ. მერე ზოგი ისეთი იყო ვინც საერთოდ არ იყო ნაზიარები და იქ მამა დავითა რო ეზიარნენ გავუკვირდეთ თავს და ქადაგებაზე მერე მადლობა მოგვიხადა. კი შეგვრცხოვ, მაგრამ ანუ რო ვუყურავდით ხალხი როგორი ბედნიერები იყვნენ, მერე მოდიოდნენ და გვეუბნებოდნენ რომ აია ჩემი შვილი მინდა მოვიყვანა, სად ხართ, როგორ ხართ და რაღაცებს გვეუბნებოდნენ და მერე ახლა ვფიქრობდით რომ რაზე უნდა ჩაგვეტარებინა გასაკვეთი და გუშინ ჩავუტარეთ მადლიერებაზე და თან რო არ ყოფილიყო ისეთი უბრალო გაკვეთილი რომ რაღაცა მინდა და გამეკეთებინა. აი მივეჩვი უკვე რომ ყოველ გაკვეთილზე რაღაცა სხვა უნდა შევთავაზო და ეხლა ის გავაკეთე, ანუ ყუთში რო დებენ მასწავლებლები სარკეს და თავიანთ თავს რო ხედავენ და რომ მივედი ჯერ რა შეიძლება რომ იდოს მეთქი, მაგრამ ეხლა აი ყველა რაღაცა ისეც ამბობდა, რომ აი ნუ არ იცოდნენ ეხლა არც ერთს არ ქონდა გაგონილი და ბოლოს ანუ ვეკითხები რომ რა შეიძლება რომ იდოს, აი არ ვიცი ალბათ რაღაცა ფრაზა, რაღაცის და ბოლოს ვეუბნები რომ მეთქი აქ ჩემი საყვარელი მოსწავლის სახელი და გვარი ეწერება თქო და ყველა დავახუჭე მაგიდაზე დაახლოებით 19 ბავშვი იყო და სათითაოდ მოვიყვანე და რო ხედავდნენ თავიანთ სახეს რო დაინახავდნენ ერთმა ტირილი დაიწყო. ზოგი მეხუტებოდა, ზოგს ხაროდა და მორცხვაჭდებოდა მაგიდასთან, მაგრამ ბოლოს ყველამ რო გაიხილა ის ვეკითხებოდი აბა რა საალდებოდით რა მოხდა და არ ველოდიოთო ჩემ თავს დავინახავდიო ერთი ამბობს მე ვიფიქრეო რომ ეს არ გამოარჩევდითო თქვენ ისეთი რომ ერთი ვერ გეყარებოდათო თქვენო ყველა გეყარებოდათო და მაგასა მივხვდებოდიო, მაგრამ ისეთი ბედნიერები იყვნენ, აი ხა ტირილზე რო ახსნა ალექსო მასწავლებელმა ვაყოლობდით სიკეთეს ვინ როგორ აკეთებდა და ერთი ბავშვი ყვებოდა რომ მე სიკეთესო იმით ვაკეთებ რომ ბაბუ არის ავადა და მისთვის ლოცვებს კითხულობო და დაიწყო ტირილი მაშინვე და ეს ღაბაღობით დიოდა ცრემლი მე ყველა ეხუტებოდა და ყველას ისე უხაროდა იმას რო იზიარებდნენ და აი ეგეთ რაღაცები იმდენჯერ ხდება ხოლმე, მაგრამ ხა მე ჩემ თავზე რომ გამოცილი რაც სამშობლო ცოდნობაში ჩავარ და იქიდან მოყოლებული სულ მასია რომ ზოგადად სულ ტირი ვარ ხოლმე, მაგრამ აი ბავშვებთან ერთად რო ვარ და
როგორ ხომ სულ მეტირება, მახსოვს ნიჩბიში რო ვიყავით მაშინ, არ ვიცი, ცრემლად ვიღრებოდი, იმდენად არ მინდა და სახლში წასვლა. არ განა, იმიტომ რომ სახლში არ მინდა ჩემი ბერმ მაგრამ უბრალოდ ისეთი გრძნობა იყო, რომ რაღაცნაირად სხვანაირი გარემოში რომ მოხვდი, იმეტირებდა. თან მაშინ გიმოსწავლის რეაქციაც მახსოვს, რომ ხა რა უნდა გავაკეთო თქვენ რომ მიდიხართო და ეგ რო თქო, მაშინ კიდევ უფრო დამეწყო ტელი, მეთქი მე რაღა გავაკეთო თქო. თან ხა ჩართავს და მე უფრო სხვანაირი გრძნობა მქონდა ხოლმე, მაგრამ ხა რასაც ლექსო მოსწავლე ყვებოდა და რასაც ვისმენდი, მართლა საოცარი გრძნობა არის, როცა ამ ყველაფრის გამოგეტირება ხოლმე. განაც ჩვეულებრივი ცრემლი, მართლა 64-ეული ცრემლი რო არის. ხა არ მოვიწყდება ხათმოსწავლეს რო ხედავთ კოცელი ბავშვების ცრემლები ხოლმე, იმიტომ რომ რაღაცნაირად განსაკუთრებულები არიან ხოლმე. მახსოვს პირველად რო კოცაში ჩავედი, მაშინ რა მორცხები, მაგრამ მე რო ხარ ბაკურიაში რო წამოვიდნენ და თუნდაც ქვიშხეთში რო იყვნენ, მაშინ რა ბედნიერები იყვნენ და როგორი სიხარულის ცრემლების დიოდათ ხოლმე. მე რო ვფიქრობ ხოლმე, ჩემი ცრემლები მათთან არაფერი არ არის, კაცო. ისინი სულ სხვანაირები არიან და მართლა ვერ წარმოვიდგენ სამშობლო ცოდნების გარშე ჩემ ცხოვრებას და მართლა პასუხისმგებლობაა ეს და ეხლა მე რო გადმოვაბარეს არ ვიცი რაზე ველაპარაკო, მართლა ძალიან დამნურდა და მართლა ამეტირება და ამიტომ თქვენ საუბრეთ ჯობია ისე. გაიხარე ნინო, გაიხარე. გაიხარე. დღეს მესამე კლასში საყვარლესი გოგო ხარ ნინო, უსაყვარლესი. ერთ პატარა იმას მოგიყვებით, ცოტა გაგაცინოთ. მესამე კლასში ჩავატარე დღეს სამშობლოს ცოდნება და მოუყევი ერთი ეპიზოდი, მე და ჩემი მეუღლე ბათუმში მივდივართ და დაგვხვდნენ მე-11 მე-12 კლასის მოსწავლეები ქუჩაში. და ესე ბიჭო, ესეთი მითი ქუჩურად მელაპარაკებია. ეხლა არ ვათხოვე ყური, ეხლა ნასვებიც იყვნენ და შეიძლება რაღაცა მიღებულიც ჰქონდათ. ხო და ფული მომთხოვეს, დრო გამოყვები ბოლომდე რაღაცას გიზავთო რა. და გავჩერდი ეხლა და მივტრიალდი და რა გნებავთ მეთქი და რო გითხარი რატო არ გაჩერდი. ხო და მე ვთხარი, ხო გავჩერდი მეთქი, მეუღლესთან ერთად მივდივარ მე და ძალიან მჩქარობდა. რა გინდათ მეთქი. ხო და იმ წუთში თავში გამიელა რაღაცემა, რომ ეხლა ამათ რა უნდა უთხრე, ეხლა მე სკოლის დირექტორი ვარ, ისა ვარ, არ შეიძლება. და მოსწავლეებს უყვები ამას მე რა და მესამე კლასელებს და ფული მომთხოვეს მეთქი რა და რა ქენი მერეო და ამდე კიდე მივეცი მეთქი ცოტა რაღაცა მომთხოვეს მეთქი. რატომ მიეციო კაცო? აბა მეთქი რაღაცა რომ მომხდარიყო მეთქი ან იარაღი ესრულოთ ან დანაჩაერჭოთ ჩემთვის იმისთვის. მე რა მოხდებოდა მეთქი და თქვენ რას იზავდით მეთქი და ერთი მესამე კლასელი ბიჭი, ესეთი ჩაფსკული ბიჭია და რა მითხა, იცი? მე რას უზავდი, ვიციო? ესე ვეთყოდიო, ჩააფურთხეო. მე ვთხარი მაგას ვეთყოდი, შვილო. მე რო რაღაც ერთად მეთქი, ან დანაშერჭოთ მეთქი, რომელი ჯობდა მეთქი, ეგ თუ ის? მართალი ხარო მასო. ისეთი მოსწავლე ხო გულწრფელია, იქ ხო ტყუილს არ იტყვის არა და იმდენი ვიცინე მე რა ვიცი რა და ეხლა ამა რო გამოვედი მადლობა მომიხადა ამ ბავშვმა ეხლა ბავშვები ხშირად მადლობას არ იხდიან ხოლმე ესე მაგრამ ამ ბავშვმა ისეთი მადლობა გადამიხადა რომ აი ვიცი ისეთი იმითი სავსე გულით გამოვედი რა გამიხარდა ძალიან რა და ფიქრობ ხოლმე თითოეული მაგალითი იქნება იმათთვის რაღაცის სარბიელი იყოს იქნება რაღაცის გადამრჩენი იყოს ეხლა ლექსო მასწავლებელმა რომ მოყვა ერთი ჭიქარძემ რამხელა მადლი გააკეთებინა გოგონას და პირიქით როგორ დაუბრუნდა ღმერთის სიყვარულით და რამხელათი გააძლიერა მერე უფლებისადმი წვენაში. აი ეს მინდოდა მეთქვა მე ჩემი კითხავით დღევანდელი ემოციები. რა კარგი სიჩუმე ჩამოვარდა ნიტა ყველა გაკვეთილზე ესეთი სიჩუმე იყოს ხოლმე. მადლობა გივი მასწავლებელო. ეხლა თუ მაგსედება მეცინება. სხვებისთვის მომიყოლება და ამბობშვა რაღაცა დაიტაცა რა. ერთი ამბავი გამახსენდა თუ შეიძლება რომ მოუყვე. ისმენთ. ჯერ ყველას მოგესალმებით წინასწარ გილოცავთ ღვთისმშობლის წაზრად მიყვანების დღეს გილოცავთ და ბედნიერება მოეტანოს ჩვენთვის. გადაეფაროს ჩვენ სამშობლოს. ხო, ეხლა რა გამახსენდა? რამდენიმე ხნის წინ იყო ესეთი შემთხვევა.
მარიამს რაღაც საერთოდ ტკბილეულზე აქვს მოთხოვნილება და რაღაც ტკბილეული უნდოდა და არ ვყიდულობდი, არა დიდი კომოდი თავი შეიკავე, ესეთი ბრძოლები ქონდა. და ალბათ 1-3 დღე მეხვეწა როგორც იქნა გამომართვა ფული, კარგი თქო, კარგი იყიდე წადი და აი რაღაცა ვცდილობ ხოლმე მაღაზიის ტკბილეული არ მიიღოს ბავშვმა. მოკლედ იმის თქმა მინდა რომ ძალიან უნდოდა ეს ტკბილეული და ჩავიდა მაღაზიაში, მგონი ამოიტანს, გაფხარებული შემოვა სახლში და მოვიდა ხელცარიელი და თვალები აქვს რაღაც ათრისოდენა, გახარებული, გული ყელში ამოსული, სიხარულისაგან აწითლებულია. და დედიკო ესა ხელში არაფერი არ ეჭირა, ვკითხე რომ ფული ხო არ დაკარგებენ თქვი დედიკო და არაო დედაო, მე რო გამოვედი მაღაზიიდანო, კაცი მდგარა იქ, არ ვიცი. ჩემი მეგობარია. ვიღაც კაცი მჯდა ესე ახმეტაში, ხო ახმეტელი ვარ და იცით როგორ არის? ყველას იცნობს და აქ მათხოვარი, აი ძალიან მაშინ უცხოიდან ქალაქიდან უნდა მოვიდეს. არავინ არ არის ისეთი, რომ იმათხოვროს. უფრო იციან გაჭირებული ვინ არის და ეხმარებიან ხოლმე. ანუ ეს კაცი მჯდარა სკამზე და ბავშვებს თურმე ვინც გაივლიდა, მარიამის თქმით, ვინც გაივლიდა, ყველას თხოვდაო, რომ $10 მომეცითო, რომ პური ვიყიდო და პური ვიყიდო, ესე არ მითხარი? ხო და ამას ჭერია, მოკლედ ეს ტკბილეული უკვე ნაყიდი ქონია და და ისე შემეცოდაო ფული რო არ მქონდა ტკბილეული მივეციო და ისეთი გახარებული მოვიდა. სულ დავიწყებული ქონდა რომ ტკბილეული უნდა ეჭამა და აი იმის სიტკბო რომ სხვას გაუნაწილა ის ტკბილეული ის უფრო მეტად გაიხარა ბავშვმა და ისე გამიხარდა, ისე მესიამოვნა ეს ფაქტი. მაშინ გამახსენდით თქვენ, ეხლა მე მარტო ამდენს ვერ მივცემდი ბავშვს, ეს მისცა სამშობლოს მცოდნეობა ჩემს შვილს. მგონი ნუ გავიდათ რა სახელმწიფო. ხო, დავემშვიდობოთ. კი, დავემშვიდობოთ. ამემშვიდობით და ხვალინდელი დღის მადლი შეგვეციოს ყველას. დაიხარეთ. გამემშვიდობის. რაღაც დაიხარეთ. შენზე მაწუხებს ფიქრები ალმალა რომ გავწერი მაზეს კარაც რომ გავაყურებ და მისლებს მიყვები ოცნებობ ნადორულობა მე კარაც რომ გავაყურებ და მისლებს მიყვები ოცნებობ ნადორულობა მე მოვედით სოფელ წინხადუში ჩამოსხდეთ მელექსებს მოგიძღვნი ვიმღეროთ დილამაც ჩამოსხდეთ მელექსებს მოგიძღვნი ვიმღეროთ ხარობარე ახმარები დატანჯულ და ჩაგურუს ხევსურეთის ხსენება არა არაფრის დიდები და ხევსურეთის თან ადგილება არცად არა ხევსურეთული წმინდა ხალხი და სიწმინდე აქაშვილო შემორჩენილი იქ რომ მაძღარი ყოფილიყავი აქ რომ მშერი ყოფილიყავი მერჩიკო რაც დავიბადე გაიგე ესე იგი არ მიმიტოვებია ახაობა გაიგე ავდივარ და ჩავდივარ ბატონო იხევსურნი მხოლოდ ჯვარხად თაყმებია სამშობლოსათვის ერთგულნი უქარქაშო იხმლებია ყeda არ უნდა იცხოვრო მეცხოვ თავისუფლად და საფაში იშოვიან თავისუფლად მე აქაურ მეჩევნია იქ სიმდიდრეს ყველაფერი აი დღესაც
სწორად იქ უნდა გამაგდე და გატეხე სიმართლე სიბრეს ნამოფრინო შენი სული და სინათლე ხევსურეთი არ დაგერიწყოს დარავი საფლავშიც დაუდე გარნი მუდამ გათიძლებია საიქიოდან ძახილი არაგვით მოდის ხმებია ჩიტები შენზე მღერია ხევსურის ქალო შენ გილღერია ვარი დალი დაიდა შენ გიმღერია ვარი დალი დაიდა 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 მარში ვერ ნახე პასუხი იქნებ ვიპოვო მთაშია ჭირდება ერთი გორდა ერთი ლურჯაი რაშია ჩავიწმევ ჯვრიან პერანგსა გავჩნდები მეცხრე ცაშია ხევსურეთისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის და მთავარი არის ადამიანების დაბრუნება ყურადღება აი მთაზე და თოვლი აზედა ია დაუთეს ვარდი ამოსულა რომ შენი გზა სიკეთის გზაა საქართველო. სიკეთიდან გამომდინარე და სიკეთისკენ მიმავალი. რა არ გადაგხდომია ამ გზაზე? რამდენჯერ გადაგწვეს? რამდენჯერ უცხო ბაზარზე გაგყიდეს? რამდენჯერ დაგადგეს მონობის მძიმე უღელი? დაეცემოდი და აღსდგებოდი. დაეცემოდი და აღსდგებოდი. როდინდელი ხარ? რამდენი ქვეყანა გადაშენდა? შენ კი სისხლად იღვრებოდი. რომ ეგ სისხლი დღემდე მოგეტანა. დღემდე კი არა. სამარადისოდ გადაგერჩინა. ყოველთვის გქონდა ნიჭი გადარჩენის. ამიტომაც მრავლდებოდი. ნაწილ-ნაწილ დაგლაჯილი იყავი. მაინც მრავლდებოდი. ღარიბი იყავი. მაინც მრავლდებოდი. დედა საქართველო. იწამე სინათლის ნამდვილი ფერები. სადეძებს სამშობლოს. რა ღმერთი გიწყრება. იქ სადაც სივრცეებს ვერ სწუდება ხელები. სამშობლო მთებიდან იწყება. სარტყელად ნაჭედი ციხე დავარაყად. სად უფალს შენი ხმა ადვილად მისწვდება. იქ სადაც ჩიხვები შემდგარა ნამაყად. სამშობლო მთებიდან იწყება. ნისლი რომ გაშლამდე ბოლო წამს დაითვლის. დალორთქო ბალახზე ნამება დაწუნებს. თაშია ყოველი ნამდვილი რაც ითქმის. მაშ ბარად სადნახავ ფთაგაში ლარწივებს. იწამე სინათლის ნამდვილი ფერები. სადეძებს სამშობლოს. რა ღმერთი გიწყრება. იქ სადაც სივრცეებს ვერ სწუდება ხელები. სამშობლო მთებიდან იწყება. გამარჯვება. მოყავ ხარ ჯანზე? არა მიშავაი. რაც მოხუც შეფერე. მომეციესენი მამი. ჩვენ როგორ ახართ? ვარ დაიღალე. აღმართზე. არა. აქ იცის 2 მეტრამდე თოლი. ურნი ვიყვენი მეზობელი. სოფლებში მამი? მაგრამ ამ სოფელში უკენახო არის ესა და უკენახოში იყო 32 კვამლი. დღეს რამდენია დარჩენილი? დღეს არც ერთი ამ დამთარ მარტო მენა ვარ.
აქ ადრე დიდი ზამთარი შვილო, მაგარი ზამთარი ძალიანო, აი ეს სახლის კრიშებ არ ჩანდა. აი ესე პირდაპირ გადიოდეს, რომ გადმე ქართული იმდენი ყოემ სახლებს ვერ ხედავდით. არავინ არის, ხალხი აღარ არის. მარტო ჩვენა ვართ ამ თიშტერზე. სოფელი ფოდაში. ლებაისკარი დაიცალა, კისტანი დაიცალა, გიორწმინდა დაიცალა, ხახაბო დაიცალა, ანდაქი, არჭილო დაცლია, რამდენ ხანია და სადაც ხონისჭალა, არდოცია მაცხოვრებლამდე სულიან ოჯახი წავთვლით და მუცოში, შატილში მაგ იმთავრდება. ერთი სკოლა პირაქითა ხევსურეთში და იმაშიც დაახლოებით 50-60 ბავშვი სწავლობს და პირიქითაში, შატილში დაახლოებით 10 ბავშვი. ხევსურეთი საქართველოს ერთადერთი კუთხეა, რომელიც კავკასიონის ორივე ფერდზე მდებარეობს. სამხრეთ ფერდზეა პირაქითა ხევსურეთი. ხევსურეთის არაგვის ხეობა. ჩრდილოეთ ფერდზე კი პირიქითა ხევსურეთი, რომელიც სამი ხეობისაგან შედგება. მიღმა ხევის, შატილისა და არხოტისაგან. ხევსურეთს ჩრდილოეთით ესაზღვრება ჩეჩნეთი და ინგუშეთი, აღმოსავლეთით თუშეთი, დასავლეთით ხევი და გუდამაყარი, სამხრეთით ფშავი. ხევსურეთის მთელი ტერიტორია შედის ცხეთამთიანეთის მხარის თუშეთის რაიონში, რომელიც 4 ნაწილად იყოფა. ბარისახოს, გუდანის, შატილისა და არხოტის თემით. სახელწოდება ხევსურეთი შერქმეული აქვს მხარის მთიანი, ხეობიანი ადგილმდებარეობის გამო. ამ სახელწოდებით წყაროებში მე-15 საუკუნიდან იხსენიება. ხევსურეთის ადრინდელი სახელწოდება აფხოვი. ასე ეწოდებოდა მას ფშავთან ერთად. ხევსურებსა და ფშაველებს ფხოველებად იხსენიებდნენ. საოცარი სანახავია ხევსურული ციხესოფლებით, შატილი და მუცო. ფიზიკურად ხევსური ჯანსაღია და მაგარი, ამტანი და გამჯე, კუნთმაგარი და მხარბეჭია. ხევსური ქცევაში დინჯია, მოქმედებაში კი მარდი, სწრაფი, გულადი და გამბედაო. მომენატრე ბარისახო, ხევსურების ბუდესახლო, სურის მხრებზე გიამბარო, ბარიმთასა მოგეახლო. უდნის ლადან ვისთან ყეფლის, ჭიუხები გადავალაბო, უჩიანი ქანჩახები, ჯიხვარჭლებით საბალახო. არაგვის წყლით განვიბანო, ჯიმღამდას გადავტახო, პერი ხომარ მოგეძალა, უში ხარა დავაჯახო. პერი ხომარ მოგეძალა, უში ხარა დავაჯახო. ხევსურული მითოლოგიით ღვთისმშვილებმა ციდან ცეცხლოვანი ისრებით გაანადგურეს დევები და ქვესკნელში ჩაყარეს. როგორ არ გავავლოთ პარალელი შუმერულ გილგამეშის ეპოსთან, ან და მომდევნო ეპოქის ძველბერძნულ მითებთან, სადაც აღწერილია ღმერთებისა და ტიტანების ბრძოლა. კოშკზე გამოსახული ეს ნიშნები უდავოდ აპოტროფეული შინაარსისაა. ამ შემთხვევაში აქ მოქმედებს ძველ სიმბოლოთა დამცველ ნიშნად დასმის წესი, რაც მათი არქაული საკრალური შინაარსის ინერციას წარმოადგენს. რა თქმა უნდა, ბევრი სიმბოლო ჩვენთვის ახლა გაურკვეველია, თუმცა ზოგიერთი შეიძლება გაიშიფროს კიდეც. ჩვენ უკვე ვილაპარაკეთ სიცოცხლის ხის შესახებ, რომელიც კისტანის კედელზე ამოკვეთილი. ხელი ზოგადად ღვთისნებას და ქმნადობას ნიშნავს. ასე რომ აქ წერია ღმერთმა შექმნა სიცოცხლე. თუ გავითვალისწინებთ, რომ წრე ზოგადად ცის გამოხატულებაა, ხოლო ჯვრები ანგელოზების და ღვთისმშვილების, მაშინ მივიღებთ ღმერთმა შექმნა ცა და ანგელოზები. ქვის ქვედა კუთხეში ამოკვეთილია ჯვარი 5 წერტილით. ძველი სამყაროს იდეოლოგიით სიცოცხლის უმთავრესი და ძირითადი პრინციპი მოძრაობა და აღორძინება სწორედ ამისთან და ჯვრისებური კომპოზიციით გადმოიცემოდა. ამის გათვალისწინებით შეიძლება თამამად დავასკვნათ, რომ ამ ქვაზე ადამიანის შექმნის უძველესი გამოსახულებაა, რომელიც ღვთისნებითა და განგებით შექმნეს ღვთისმშვილებმა იმ სამყაროში, სადაც სიცოცხლე განიხილება როგორც მუდმივი მოძრაობა და აღორძინება.
წრეში ჩახატული ჯვარი შეიძლება ნიშნავდეს როგორც ღვთისშვილს, ისე დედამიწას. მით უმეტეს მისი მნიშვნელობა მთლიანად იცვლება, როცა იგი 4 კუთხედშია ჩასმული. ასეთივე ვითარება გვაქვს ბადურით გადახაზული 4 კუთხედის შემთხვევაში. შუმერულად იგი სახლს ნიშნავს, მაგრამ რა კონტექსტშია იგი აქ ნახმარი, ძნელი ასახსნელია. მართლაც საინტერესოა, რას გამოსახავს ეს წრეში ჩახატული ჯვარი, რომელიც კოსმოსურ თანამგზავრს წააგავს. მთლიანობაში ეს ყველაფერი ასეთი სახითაა ამოკვეთილი. შევძლებთ კი როდისმე მის გაშიფრას. რა საიდუმლოებას ინახავს კიდევ პირიქით ახევსურები. კავკასიონის მთებში მოქცეული ეს პატარა მხარე. უფალი ღმერთი გაიგე პირველ რიგში არის დასაყენებელი ყველა მაგის ძალით და იმედით ავართ აქ ამოსულები. ადიდება ღმერთსა ღმერთსა დიდება დღე-დღეს ინდელსა სულ ქრისტიანთა სამზესა ზის ყოლთა ანგელოსთა დიდება დიდკვირესა მერთი ხატი თუ ყველაფერი მწამს და თან ისე მწამს რომ აი ვიღაცა რაღაცას რომ იტყვის გაგიჟებაზე որ მის ჩვენთან იყო სიწმიდეც უნებულება ბებია ემყავდა 100 წლისა ჯვარს დაუსვამდეს იგი მეტა ის არ ხომობდა იმდენ როგორ იცოდეს ეხლა 60 უმაღლეს რო აქვს დამთავრებული მათ არ იციან იმდენაც ეხლა იმათ იცოდეს მწამსალო თავი შენი ხატ ღმერთი ვახვეწურთა სამეშლო სამწყალობლა და დიდისა ცოტა ისა და დელი იყო აქ ხევსური კაცი არ იყო გუდამაყრელი იყო დადიოდა ის მგდელი ნათლებდა ბალღებს მერე მგდელი კომუნისტემ დაიჭირეს უშლიდეს მგდლობას მარტო აქ კი არა და ფარისკედა მაიჭირეს მგდლები გადაასახლეს დოგის სიმბირში ციხეში და თვითონ იგუდამაყრელ მგდელმა მომნათლა აქ პატარა ბავშვი იმის მანათრულიორ ცხეთის მერე პირველად ეგრევე აქ წამოიყვანეს წმინდანინო აი ეს არის ადგილი სადაც აქ იქადაგა წმინდანინომ ქრისტიანობა პირველად აი ცხეთის მერე აქიდან წავიდა შემდეგ ბოდბეში ცნობები და გადმოცემით სადღაც მე-5 საუკუნეში აგებულა ტაძარი აქ ააგეს ტაძარი მერე ეს ტაძარი რა თქმა უნდა დაინგრა და შემდეგ უკვე მე-19 საუკუნეში რუსმა ეგზახოსმა ააშენა აქ ტაძარი ყველაზე კარგი რაც შემიძლია ვთქვა ის არის რომ სულ ახლახანს აშენდა ხევსურეთში ეკლესია და ნელ-ნელა უკვე ძალიან მრავლდება მრევლი მოსახლეობა აღნიშნავს რომ შეიცვალა გარემო ადამიანი ბავშვები შეიცვალნენ ძალიან იმიტომ რომ ქრისტიანობა ქადაგებს ჰუმანურობას ღვთის სიყვარულს მიტევებას შადილს მუცოს გუდან სარდოც ჩავეხუტო ხახმად სარტყოს ვინცნია და ანგელთა ანგელობს კაიხმობას არ დიდათმო მერმეშავთო ყვირი წმინდას მაღლით მდაბალ ჯვარი მსახოს ლამის არხოც ჩავესახლო გავეყარო ბარის ახოს შენი ხატის მსურს ხმავიყო უხმო მოკრილი მოგეახლო მომენატრე ხევსურეთო ვაშკაცების ბინას ახლო მომენატრე ხევსურეთო ვაშკაცების ბინას ახლო სიყვარულია, მთების სიყვარულია, ადგილისა, მამულისა. სადაც დაიბადა ადამიანი, გაიგე ყველას თავისი ადგილი მოსწონს. თუ რაღაცა გვიჭირს, გავდივართ 15 კილომეტრი უნდა გავიაროთ, ჩავიდეთ ბარის სახოში და იქიდან მოგვაქვს პროდუქტი, დენი არ არის და ტელეფონს ვტენით, ბატარეები და რაღაცა ესეთი გაჭირვებული მდგომარეობაა, მაგრამ ჩავდივართ. 9 ბავშვი ვიყავით ამ სოფელში. სადაც ლავი ვარ